რელიგიის საკითხი სახელმწიფო სააგენტომ გასულ წელს განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა და გამართა წიგნების პრეზენტაცია ღონისძიება სხვადასხვა რელიგიური თემის, ხელისუფლების დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სტრატეგიის ფორმატში განხორციელებული არის ეს 4 წიგნის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს ადამიანის რელიგიურ უფლებების დაცვას, განხორციელებას, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ მარსებულ ტენდენციებს, რომელიც ევროკავშირის და ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში არსებობს, ამ მიმართულებით ინდივიდუალური დონეზე რელიგიურ უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ამავე დროს რელიგიურ ორგანიზაციების საქმიანობის რეგისტრაციის წესის შესახებ. ამგვარი შეხვედრა არის ერთადერთი გზა მშვიდობიანი თანაარსობობისკენ, ამავე დროს იმგვარი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისაკენ, სადაც ჩვენ ყველას თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა ერთება საშუალება თავისუფლად გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობა. ეს გადახრები ძირითადი პრინციპებიდან გადახვევა, რასაც ქვია ტოლერანტობა, რელიგიური უფლებების დაცვა ხდება და არა მარტო საქართველოში, სასიხარულო ჩვენთან ნაკლებად, ტრადიცია ჩვენში ძალიან კარგი. და ეს ხშირი შეხვედრები, ერთმანეთთან აზრის გაზიარება, სოლიდარობის გრძნობა, საერთო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთობლივი ზრუნვა არის საგანგებო მნიშვნელობის თემა